დღეს ჩვენ ვითამაშებთ EAFC Osiris. მაგრამ ჩელენჯები და თუ რა ჩელენჯებით, ამას თამაშის პროცესში გავიგებთ. გვექნება მარტივი, საშუალო და რთული ჩელენჯი. ყოველი გაშვებული გოლი განსაზღვრავს ჩელენჯის სირთულეს. დავიწყეთ პირველი მატჩი. ნახოთ პირველ easy challenge ვინ შეასრულებს. შემდეგ რთულ, შემდეგ medium და ასე შემდეგ. ბავშვობაში მახსოვს ზუსტად ესე, ჩემს უბრალოდ მოხდა წვიმიანი ბუფეტს. აუ, დამიჭირა ყველა. მარტივად მოვიშოროთ ძნა. აფსაიდი. გასაგებია. აშრაფი, დეზირემ რატომღაც შემთხვევით შემოტანა. რატომღაც ვერ გადაუცვალ და აშრაფს უნდა გადამარჩინოს აშრაფ. არანაირად. პირველი ჩელენჯი easy მე-7 წუთზე დავატრიალებ ბორბალს მარტივი ჩელენჯი 10-აზი და არ არის პრობლემა და დრო 10-აზი და გავაკეთოთ. ენგა ხარჯელი იყო რეალ მადრიდი და easy challenge იმ წამს უნდა დავიბრუნოთ. იმ წამს უნდა დავიბრუნო. ხვიჩა კვარაცხელია დავიბრუნე მაგრამ ერთ წუთში დავიბრუნე easy challenge ერთ წუთში. არ მესია მონანადველად. დასაწოდი. ალტი და ტაბისა და დავატრიალებ ახლა easy challenge-ს. ნახოთ და ზედი შემოტრიალება თამაშის დასრულებამდე. ზედონა შემოიტრია. როგორ შეძგინეთ დავიცვლა რა ჩავიდა. შემოიტრიალა დავითმა მაისური და გავაგრძელებთ თამაშს. ცოტა ცხილაკან. არ ვიცი რაღაცნაირად ვარ. ერთ წუთიან შუალედში და გავათანაბრე, გაგიტანე ბურთი და მეორე წუთიან შუალედში მე მგონი medium challenge-ს შეგასრულებინე. მე გამოვიდა. არა, გადავჭირდა თამაშგარე იქნებოდა, მაგრამ მე მოგეცდა მაინც თამაშგარე ეს რანაირად შეიძლება? სულია დაიყოს რაც არის. ვარი. ვი? ეს როგორ მოვიქეცი? medium არა. არანაირად. medium crossbar. ვაიმე. crossbar challenge. რაღაცას აპირებდა, მაკრატელას აპირებდა გადატრიალდა და გასწორდა მე. საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. მობილად, ხო, მაკრატელა გამოვიდა, მაგრამ შენერალურ კადრში. ვაა, მაინც გაუჭირდა. იგი. თან მილიტა უნდა ყავმებოდი. ილიან ბაპე, არა ბაპე, ადექი ბაპე. ხვიჩა არ გამოვიდა. და კარგა ბურთი. აშრაფი და კარგა და კილიანი და medium challenge დავატრიალებ medium challenge-ის ბორბალს და იმედია medium-ია მომივა შეაცვლევინეთ ხობა მოგე არ არის პრობლემა ესე იგი ყველაზე მეტად არის ძახილის ნიშანი მქონდეს ბევრი ძახილის ნიშანი ხო ესე იყოს მეტი იყოს ეს მე მგონი ეს ტაქტიკა არის რომელიც მე ვაწყობდა მე გაშლილად მეგონა იქნება ვახ არა გაშლილები არიან ინდიაში მაგრამ მე გაშლილად თამაში მიყვარს არა არის პრობლემა მე მგონია რომ უფრო რთულია და შეგიძლია გიყვარდეს გინარ გიყვარდეს შემეჩევნია ვაუ სად მიწუდა აი ფორშოტი და ატკა ბავშვობაში როგორც მერცხლები ჩამოყარა არი გადაიტანეს კარი აწიეთ ადექი ბიჭო კარი რო აეწიათ ბრატ ყველაზე მეტად ხდება ხოლმე ბავშვობაში არა ვერ შეხვიდე ბავშვობაში ყველაზე მეტად მეცნობდა ხოლმე ბურთი რომ მიქონდა აი არ ვიცი ჩემი ტრამვა არის რომ ბურთი ვაიმე ეს რა დროს გავაკეთე ხშირად იყო რომ ბურთი არ მქონდა ანუ რატომღაც არ მქონდა და კვარაცხელიამ ძალიან ცუდად მიიღო აი აქ არა და აი აქ ვაიმე კარგი რა ბატონო სტოპიატი ყველაფერი აი სტოპიატი შემდეგი გოლი 105 იქნება და 105 ჩელენჯი შეასრულებ ვერ გაგიტანე ნუ ესეა ნათქვამი და ჩემი და სწორადაც არის ნათქვამი და საინტერესო იყო და ხალხისგარე მაგრამ ბოლო წელი ჩემთვის ბოლო ფეხბურთელი აღმოჩნდა ვიწუთებდა რატომაც არავინ არ გამოყვა ბატონი ხვიჩა რასაკეთდა არა კარგი რა ბავშვობაში ეგ იყო რა ვინც ფეხბურთი ცუდად იცოდა ესე რომ ვთქვათ ანუ აი ჩაკაცო
Medium challenge. Ვის ფეხბურთს ცუდად იცოდა, გასდიოდა ბურთები. გავდრიალოთ Medium challenge. Medium challenge დათმა მანულს. და უბრალოდ არ უნდა დაგოწყოს უკან დაბრუნება. ხალხო დავატყარა იქ. რო დაარტყა იდეაში ხა უფრო სწორად წავა. იმიტომ რომ არ ამოარტყავს და დაარტყავს იდეაში. კარგი იყო არ გამეცან თავიდან. ვაი, გასაპირებდა მართლა რაცა, ანუ მართლა რაცა კეთილო. არის. კარგია, კარგი. არ ველოდებოდი მაგას. არველაძე შოთა. დილად მაგ არველაძე შოთა საერთოდ ნაგულავები. ევროპაზე რა გავედით საქართველოს. Hard challenge. და ამოგვივა Strikers ძველი forwards. თამაშის ბოლომდე. აჰა. ეს ყველაზე ჟეტაში ეს მათ ქონდა. ჟეტაში დაგვიკრეს ხო? სტრაიკერი შევცვალოთ სველით. ნუ სამითარი არ არის დიდი გარღვევა და დიდი ანგარიში რო რამე. ჩვენი მცველი რას Antonio. რას აპირებდა მცველი? One pers, prime one pers. Bravo. გასაგებია. მაგრამ ძალიან იდეალური ვატრიალებ ბორბალს და ამონდის კონტროლერი უკუღმა. რაც არის იდეალური. ეგრე გირჩევნია? ფიქრობ. ერთი რო განაახლო თამაში და დანჩეს ხუთი. ერთი არა ხუთი წრე გეგონა. რთულია. ძალიან მართლა რთული ჩელენჯია რა. აქეთ არის ტრაფიშირებელი? არა. არ ვიცი. უბრალოდ წრეს დაეჭიროს რა სამ. უდა. სველი დრო. არ მინდა შემდეგი hard challenge. მართლა ძალიან ოთხკუთხედი ეს არის აქეთ. დაიხარა ხალხი გაქრა. ფაულა ჩობა დამეწყო. მოიმე. არა, ამოტრიალებული კონტროლერი ზარმინა გოლი რო გამივიდეს. თან გადაგარჩინა. და გადავწი. მოჭა? თავს დასულა პირველი თამაში, გადავდივართ შემდეგი თამაში. და ვისწრეთ მეორე თამაში. გურამი უკვე სწორი ჯოისტიკი თამაშობს. ზევით ხელა რაღაცა ჩამოვიდა, რომ ვერაფერი ვეღარ დავინახე. ვაი, პირველივე მესამე წუთზე უფრო სწორად პირველივე დარტყმა შეგვიძლია თქვა, რომ იყო რაღაცა იდეალური, ხო? კი, საფიფათო. ჩემსავით სახიფათო. არა მეგობრებო. და პირველი easy challenge. პირველი easy challenge. დაცვასთვის გარეს. შემდეგ ბოლომდე 3 easy challenge გვაქვს დარჩენილი მხოლოდ 3 medium და 3 რთული challenge. მაგრამ რთულიც არის. ყველა ხოლმე თამაშს წერს. კი, პირველ ისეთი მირბი ხარ ბრა. არ მირბი ვარ. იმას ვაწერ უკან. ბამ, easy. აი ამას ვაწერ. ეს ხო, ეს პრინტია, ეს არის ხო ფაინესი რა. დრიბლინგი. ნუ რეალურად ვინც კლასიკურად თამაშობთ, პირიქით პირიქით არის. ხოლმე მოკლე პასები. ნუ შემდეგ გოლამდე მხოლოდ მოკლე პასების შესრულება შეგიძლია და საჯარიმოდან დარტყმა. თითქმის იგივენაირად თამაში. ხო, მაგრამ ეხა მხოლოდ მომენტის გამოყენების უფლება აქვს. ნუ სამკუთხედისაც, მაგრამ არა. ხო, კი, გააჩნია მოკლე პასი, ანუ შორს ანუ თავზე არ შემიძლია რომ გადავიდო რა ეგაც რა. მე შემიძლია. ეს ინსტინქტი. არ ჩაიცვლებოდა მაინც. ნუ არც დავაწექი ორ კუთხედს. მე ჩელენჯ არ შევასრულებდი უბრალოდ. იდეალური. კურტუა და სადგან მიხარ ბურთი გადმოაგდე არა. მეიდა ბურთი. ტექნიკური ხარვეზე იყო, ყურიდან უნდა დაყოფსო. Fabian Ruiz და medium challenge. ავატრიალებ medium challenge-ის. ერთი ხელი თამაში არ მინდა. ერთი ხელი თამაში მოგიწევს შემდეგ გოლამდე. შენ Mortal Kombat-ის ტიპი ხარ და რამე შეგიძლია ჯოისტიკი იცი კარგად. არა, ეს გოლი აუცილებლად გამივა, იმიტომ რომ ვაწოდა აუტი. არა, სწორად. მეგარე, გამო. არა, ზევით მომივიდა.
ფაბიანი ხვიჩა აბარა არ ჩელენჯი ჩელენჯი შემდეგი გოლი აუცილებლად ცველით უნდა გაიტანა და მეგონი სტრაიკერი და შეცვალო ცველი ანუ რო არ გავიტანო საერთოდ შემდეგი გოლი შეგიძლია მე გაგიტან და კიდევ ხარ ჩელენჯი ასრულებ ანა თვალახეული თამაშია თვალში ხო ანუ მაგას ტესტავდი ასე ვიკრები ხელებს შენ ცენტრში ხარ ათამაშე ბურთს შენი კარი საით არის? ხო მარჯვე ვარ აი სადაც ხელი გაწია იქ არის ზუსტად მარჯვენა მხარეს არის შენი კარი ისევ ცენტრში ხარ რუდიგერი ყავს გამოვარტყი ხო ამოვარტყი და კარში შეიძლება რა სტოპებ რა გეხოთე ანუ აზრი არ აქვს ცველი რომ ყავს შეტევაში თამაშობ ხო თამაში მეციდანეობს ხო ხმა ხო გესმის ეგ არის რა ერთი პლუს ეგ უნდა მიხვდე რა დემბელეს რო აურებს აკეთებს გაგიტანე შემდეგი არ ჩელენჯი ყველა ცილებულ გოლზე უნდა გავაკეთო 5 ბუქნი არ ცილებულ და გოლ მედიუმ ჩელენჯი მეიუმ ჩელენჯი გვაქვს შეცვალე კარენცველი მომწონს თავის ბოლომდე მეყენება საფონოვი გამომდინარე იქიდან რომ FIFA არ აძლევს მოთამაშეს უფლებას რომ კარში ჩააყენოს მე ვიცი მე კარის ითელი უნდა მიაღებინო ორივეს აუ ბატონო მე ცხა ფეხბურთელი დამჭო და ამ დროს გურამი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დავით აღარ შეასრულებს ჩელენჯს საერთოდ დასრულდეს ეს ვიდეო მაგას იძახი გამიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარებში რას შეცვლიდით რას გამოასწორებდით თქვენი აზრი ჩვენთვის უდიდესი мотиваცია შენიშვნაც რჩევაც კარგი სიტყვა ცუდიც ყველანაირად ყველაფერი იქნება ჩვენთვის мотиваცია ბაი